ორი მემატიანე გვეუბნება, რომ დემეტრე პირველი დავით აღმაშენებელმა თავის სიცოცხლეშივე გაამეფა. ოღონდ ამ ფრესკას ერთი რაღაც აკლია. ფრესკაზე არ არის დავით აღმაშენებელი. რატო არ არის ფრესკაზე დავითი? აი ეს ანდერძი გელათისადმი ალბათ არის შუა საუკუნეების საქართველოს არ ვიცი ყველაზე ამოუხსნელი დოკუმენტი. თუ ღმერთი ინებებსო და ვარგისი იქნებაო, შემდეგ მეფობა გადასცესო თავის ძმას. რატომ შეცვალა დავით აღმაშენებელ ტახტის მემკვიდრეობის წესი? და ჩდება კიდევ უფრო მთავარი კითხვა. ეს ანდერძი მართლა დაწერა დავით აღმაშენებელმა თუ ყალბია? რატო არ აყავს გიორგი მესამე სიცოცხლის ტახტს? 1050 წელს, როცა დავით მეხუთე დააპატიმრა და ციხეში ჩასვა. ამაზე კარგი შანსი არ არსებობს. დავით მეხუთე მოწამლა ივანე ორბელმა და მერე მისი შვილი სიძედ მოიყვანა. სულ მიჩნდება კითხვა, როგორი პიროვნება ესე იგი ივანე ორბელი? დევნას თვალებში როგორ უყურებდა? გიორგი მესამე ვის უტოვებდა ტახტს? არანაირი ნიშანი არ არის იმისა, რომ დევნას უტოვებდა ტახტს. თამარს უტოვებდა ტახტს. ქალს უტოვებდა ტახტს ვაჟი ბაგრატიონის არსებობის შემთხვევაში. ესე იგი დღეს ვისაუბრებთ იმ ამბებზე, რაც მოხდა მე-12 საუკუნეში. ახლა ნებისმიერ ქართველს რო კითხო, ოქროს ხანა გეტყვის მე-12 საუკუნე. დავითიდან თამარამდე. სწორია. აზე ლაპარაკი. ნიკორსიიდან დარუვანდამდე, ვეფხისტყაოსანი, გელათი, არ ვიცი. მართლა საუკეთესო პერიოდია. ოღონდ ახლა ჩვენ შევეცდებით ცოტა სხვა კუთხით დავინახოთ. რა ხდება ამ პერიოდში. 1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა დავით აღმაშენებელი და აი დაუტოვა თავის მემკვიდრეებს ესეც საქართველოს ნიკორსიიდან დარუვანდამდე. ეხლა საინტერესოა ორი ჩანაწერი, რომელიც არსებობს. ერთი ეს არის დავით აღმაშენებელის ისტორიკოსი, რომელიც წერს, რომ დავითმა თავისი ხელით დასვა თავისი ძე დემეტრე ტახტზე. ანუ სიცოცხლეშივე დემეტრე პირველი გაამეფა. და შემდგომ უკვე არის ესეთი მემატიანე, ლაშა გიორგის დროინდელ მემატიანეს მეძახით, უბრალოდ ალბათ რუსუდანის დროინდელი უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ რუსუდანის დროს აქვს დაწერილი თავისი თხზულება. აი ისიც წერს, რომ დავით აღმაშენებელიო გარდაიცვალა დავითი სიცოცხლესავე შინა დასვა მეფედ ძე მისი დემეტრე და დაადგა გვირგინი მისითა ხელით. თუ თქვენი შვილი არ კითხულობს, მაშინ ეს ის ადგილია, სადაც უნდა გვესტუმროთ. ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა. ანუ ორი მემატიანე გვეუბნება, რომ დემეტრე პირველი დავით აღმაშენებელმა თავის სიცოცხლეშივე გაამეფა. სავარაუდოდ გარდაცვალებამდე რამოდენიმე თვით ადრე. ესე ვთვლით ჩვენ. ეხლა ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან უნიკალური ფრესკა. ეს არის სვანეთი. მაცხვარიშის ცნობილი ეკლესია და ამ ფრესკას აქვს განმარტებითი წარწერა. დავითის ერისთავები მახვილს შეაბამენ დემეტრე პირველს. ესე იგი, მეფედ კურთხევის დროს მახვილის შებმა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალი. საკურთხეველში რომ მეფედ აკურთხებდნენ, საკურთხეველშიდან აღსავლის კარით რო გამოდიოდა და მეფე იყო ერთადერთი საერო პირი, რომელსაც აღსავლის კარიდან შესვლა და გამოსვლა შეეძლო, სხვა საერო პირებს ამის უფლება არ ჰქონდათ. აი რომ გამოვიდო და იქ მას დახვდებოდნენ და წელზე შეაბამდნენ მახვილს. ეს იყო ერთ-ერთი რიტუალი. აი ეს არის ზუსტად აღწერილი. ანუ დემეტრეს მეფედ კურთხევის სცენა არის აღწერილი ამ ფრესკაზე. ოღონდ ამ ფრესკას ერთი რაღაც აკლია. ფრესკაზე არ არის დავით აღმაშენებელი. არა და ორი მემატიანე წერს, რომ დავით ცოცხალია, როდესაც დემეტრე მეფე დაკურთხეს. რატო არ არის ფრესკაზე დავითი? ერთადერთი ახსნა არის დავით გარდაცვლილი. აში გვაქვს საქმე. საქმე არის იმაში, რომ დემეტრე ორჯერ აკურთხეს. ხო, ახლა ეს მნიშვნელოვანი ატოა, იმიტომ რომ მე ჩვენ ვისაუბრებთ, თამარი აკურთხეს ორჯერ, ეს საყოველთაოდ ცნობილია და რადგან თამარი ორჯერ აკურთხეს, არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ თამარის ორჯერ კურთხევა იყო გამონაკლისი. იმიტომ რომ ქალი იყო, იმიტომ რომ პირველად კი აკურთხა მამამ, მაგრამ აი მეორედ უკვე ფეოდალებმა აკურთხეს, ამით ხაზი გაუსვეს თავის ძალაუფლებას და თამარი რო ქალი არ ყოფილიყო, აგერ არის ვაჟკაცია, კაცია, გამოცდილია, მაგრამ ორჯერ აკურთხეს. ეს როგორც ჩანს იყო წესი საქართველოში. ზოგადად ერთიან სამეფოში წესი არის როგორც ჩანს თანამოსაკრეობა, ანუ მამას სიცოცხლეშივე აყავს შვილი ტახტზე.
ბაგრატ მეოთხემ გიორგი მეორე აიყვანა, გიორგიმ დავითი, დავითმა დემეტრე, გიორგი მესამემ თამარი, თამარმა გიორგი მეოთხე, რუსუდანმა დავით მეექვსე. ანუ თუ რაღაცა არაორდინალური არ ხდება სამეფოში. მამა შვილი აყავს ტახტზე. და ასეთ შემთხვევაში ორჯერ კურთხევა ჩვეულებრივი ამბავია. ერთხელ, როდესაც ის თანამოსაყრეა და სავარაუდოდ ამ დროს სრული რიტუალი არ ტარდებოდა და მეორე უკვე, როდესაც ერთპიროვნულ მმართველობას იწყებს, იქ ტარდება მთლიანად მთელი სრული რიტუალი. ეხლა ჩვენ არ ვიცი, ალბათ 3 თუ 4 ანდერძი გვაქვს მეფის მიერ დაწერილი. ზოგადად ვიძახ. გაგვიმართლა იმის მხრივ, რომ დავით აღმაშენებელთან დაკავშირებით 2 ანდერძი გვაქვს. ეს არის ფრაგმენტები 1123 ან 1124 წელს დაწერილი ანდერძიდან და მეფე წერს, რომ შარვანში ლაშქრობის წინ მივიდა შიომღვიმის მონასტერში. შარვანში დავითმა 7 ჯერ ილაშქრა. ეს ერთ-ერთი ბოლო ლაშქრობაა და ნაწილი ამბობს, რომ 1123-ია, ნაწილი ამბობს, რომ 1124-ია, ეხლა ჩვენ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მე ეყვება ზაგანის და მოდისტოსის ამბავს და მე წერს, რომ მიბძანა სასომმან ჩემმან ბერმან არსენ და სულიერმან ბერმან მოძღვარმან ჩემმან იოვანე. რომ დაწერე ანდერძიო. ლაშქრობაში მიდიხარო, კაცმა არ იცის რა მოხდება და დაწერე ანდერძიო და მეფე ამბობს, რომ დავწერე ანდერძი. საკმაოდ ცელი ანდერძია, დაახლოებით 4 ფურცელია თვალწებინე. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. და უბრალოდ წერს, რომ სიჩქარეში ვწერო. თუ ღმერთი ინებებს და დავბრუნდებიო, უკვე თუ ჟამი მომცეს ღმერთმან, სხვა უახლესი ანდერძი დავწერო. თქვენითა კანონითა, უჯვარობითა, წყევითა, დამტკიცებითა, წმინდა მეუფეო ქართლის კათალიკოზეო და ყოველნო ღმერთმოძღვარო. ანუ რას ამბობს, რომ ეხლა კი დავწერე ეს ანდერძი, მაგრამ თუ დავბრუნდი მშვიდობიანად, მერე დავწერ მე მეორე ანდერძს. ეს ანდერძი ახლა თავისთავად კიდე ერთი რამით არის საინტერესო, ახლა დავითთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან ღირებულია, იმიტომ რომ პრინციპში მის შესახებ ბევრი არაფერი არ ვიცით. ახლა გაგიკვირდებათ, როგორ არ ვიცით. ხო, არ ვიცით. აი თხზულება, მთავარი თხზულება, საიდანაც დავითის ცხოვრებას აღვადგენთ, ეს არის ქართლის ცხოვრებაში შეტანილი უცნობი ავტორის მიერ დაწერილი თხზულება, რომელსაც ჩვენ ვეძახით ისტორია დავით აღმაშენებლის ცხოვრება, რომელიც როგორ ფიქრობთ, რამდენი გვერდი შეიძლება იყოს? 23. აი დღევანდელი A4 ფორმატზე რო ამოვბეჭდოთ, 23 გვერდი არის მეფის ცხოვრება, რომელმაც 36 წელი იმეფა და რა შექმნა თქვენ თვითონ კარგად იცით. ამიტომ რეალურად პრინციპში არაფერი არ ვიცით. ამიტომ ამბობ. და ნებისმიერი რამ მასთან დაკავშირებული ჩვენთვის მნიშვნელოვანია. აი აქ დასახელებულია 2 პიროვნება. ბერი არსენი და ბერი იოანე. ეს ბერი არსენი ვარაუდობენ, რომ იქნება არსენი ნიკალთოელია. მხოლოდ სახელი, მეტი არაფერი საერთო არ არის, ანუ არავინ არ იცის ვინ არის. ეხლა მეცნიერთა შორის ასთა სხვადასხვაობა ესეთია, რას ნიშნავს სასო ჩემი ბერი არსენი? ნაწილი თulis რომ ეს არის სულიერი მოძღვარი, მაგრამ მე წერს მოძღვარი ჩემი იოანე და ისტორიკოსები ცოტა დავნეული ვართ. აიში გვაქვს საქმე. არ ვიცი, მე მგონი 2 მოძღვარი არ შეიძლება რა. ამდენადაც მე ვიცი. ყოველ შემთხვევაში, აი ამ ხრივაც ეს დოკუმენტი ძალიან საინტერესოა. ჩვენ რატო გვაინტერესებს ეს? აი ამ ბოლო ნაწილის გამო, როდესაც ამბობს, რომ მე დავბრუნდები და დავწერ ახალ ანდერძს. და ჩვენ გვაქვს მეორე ანდერძი. დავით აღმაშენებლისა, რომ ამას თუ ქვია ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი, მეორეს ქვია ანდერძი გელათისადმი. აი ეს ანდერძი გელათისადმი ალბათ არის შუა საუკუნეების საქართველოს, არ ვიცი, ყველაზე ამოუხსნელი დოკუმენტი, ყველაზე გაუგებარი დოკუმენტი, ყველაზე უცნაური დოკუმენტი. პრობლემას ართულებს ისიც, რომ ეს ორიგინალი გვაქვს. ორიგინალი გვაქვს, რომელიც სხვათა შორის 20-იან წლებში იპოვეს ჩრდილოეთ კავკასიაში. 1915 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალებმა ოდესაც დაიწყეს კონჩეტევა, გაჩნდა ფრონტის გარღვევის საშიშროება, ანუ თეორიულად გაჩნდა საშიშროება, რომ შეიძლება ოსმალეთის ჯარები მესამე ოსმალური არმია შემოსულიყო თბილისში და დაიწყო თბილისის ევაკუაცია. და მაშინ ქართული საბუთების ნაწილი გაიტანეს რკინიგზით ჩრდილოეთ კავკასიაში.
ამასობაში ოსმალების შეტევა ჩაიშალა, თბილისს სათხე აღარ ემუქრებოდა, მაგრამ ეს ვაგონები უკან არ დააბრუნეს, მერე რუსეთის იმპერია დაიშალა, მერე ჩრდილოეთ კავკასიაშიც დაიწყო სამოქალაქო ომი, ეს ვაგონები გატეხეს და ეს საბუთები მერე 20-ან 30-იან წლებში ქართველი მეცნიერები ესე ჩრდილოეთ კავკასიაში დადიოდნენ და აულ ეძებდნენ ამ დოკუმენტებს და იქ იპოვეს და ეს დავით აღმაშენებლის ანდერძი, აი სრულად შემთხვევით. მაგრამ ორიგინალია ნამდვილად. აი ეს მეორე ანდერძი, ეს არის მე-19 საუკუნის პირი. ანუ ორიგინალი არ აქვს და იცდება უკვე კითხვა რამდენად ზუსტად არის გადაწერილი. შეიძლება გადამწეს რაღაც შეცდომა დაეშვა. ეხლა ეს უცნაური ანდერძია. იწყება ესე. გიბძანებთ და მოგახსენებთ მეფე ბავით, დღეთა შინა სიკვდილისა და სოფლიდან გასვლისა. ანუ წერს რომ აი გარდაცვალებისა და ამ სოფლიდან გასვლის დროს წერო. უკვე უცნაურია, რას ნიშნავს. მე მიმართავს. ხო, ჩემიერ უნდოისა, უღირსისა, მლოცველისა, მათისა ბერისა პირითა. ესე იგი ბერის აწეს ვინმე, ბერის პირით გეუბნებით ამასო. მე კიდე არის რომ თითქოს გარდაცვლილია უკვე. მე წავდექი წინაშემ საჯულისა. ანუ გარდავიცვალე უკვე წავდექიო საჯულისინ და ბერის სახელით წერ ამ ანდერძს. უკვე უცნაური დაწყებაა რა. მე აქ არის ძალიან კარგი დახასიათება დემეტრესი. მომცა პირველი შვილი ჩემი დიმიტრი სიბრძნით, სიწმინდით, ახოვანებით, სიმხნით, უმჯობესი ჩემი, დემეტრეს არჩევს ისე რა ქვია, აქებს ყველანაირად. მერე წერს რომ აი დავტოვე ნიკოფსიიდან და რუბანდამდე და ოსეთიდან არის განტამდე და მერე დემეტრეს უბარებს რომ დემეტრეს მივანდე შვილნი და დედოფალი შუამდგომობით ღვთისათა რათა ძმა მისი გაზარდოს და და ეს ძმა არის ნახევარძმა. დედოფალი იგულისხმება მეორე ცოლი გურანდუხტი. და მასთან ყავდა ერთი შვილი, რომელსაც ვახტანგი ერქვა, დაიბადა 1018 წელს და ყავდა კიდევ როგორც ჩანს ორი ასული. აი და მე არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ნაწილი. ძმა მისი გაზარდოს, თუ ინებოს ღმერთმან და ვარგი იყოს ცვატა, შემდგომად მისცა მეფე ხოს მამულსა ზედა და დათა მისთა პატივის ცეს. ესე იგი რას წერს რომ თუ ღმერთი ინებებსო და ვარგისი იქნებაო, შემდეგ მეფობა გადასცესო თავის ძმას. ანუ ცვლის ტახტის მემკვიდრეობის წესს. მამიდან შვილზე გადადის, ხო? აი აქ ჩდება სულ სხვა რამ, აქ ჩდება ის რომ ძმიდან შეიძლება ძმაზე გადავიდეს. ეხლა აი ამ სიტყვამ ცვატა გამოიწვია კიდე ცოტა დიდი არეულობა, ჩაითვალა რომ ეს არის სახელი. დავით აღმაშენებლის მეორე ვაჟის ვახტანგის მოფერებითი სახელი არის ცვატა. და ეს სახელი დამკვიდრდა და დღესაც არსებობს ეს სახელი და ქვიათ ადამიანებს. ცვატა ამ შემთხვევაში ნიშნავს ცოტას. აი აგერ წერია. ხოლო დრახკანი და კონსტანტი ცვატა, ანუ ფული დამჩაო ცოტაო, ცვატა არის ცოტა. ანუ ვარგისი იყოს ცვატა ნიშნავს ცოტა ვარგისი იყოს. აი ახლა დგება მთავარი კითხვა. რატომ შეცვალა დავით აღმაშენებელ ტახტის მემკვიდრეობის წესი? და ჩდება კიდევ უფრო მთავარი კითხვა. ეს ანდერძი მართლა დაწერა დავით აღმაშენებელმა თუ ყალბია? და ისტორიკოსთა ნაწილი ორად იყოფა. ნაწილი თვლის რომ ეს არის ყალბი და გაყალბდა. ყალბია, აბა რა ადამიანი წერს რომ წავსდექი საჯულის წინაშე, წერ ვიღაცა ბერის პირით. ეხლა ისინი ვინც ამბობენ რომ ეს ანდერძი ყალბი არ არის, ამბობენ კი, მაგრამ ვინც გააყალბა ესეც სულელი იყო? ვერ მიხვდა რომ ესე არ უნდა გაეყალბებინა? თავარი არის რატო უნდა შეეცვალა დავითს ტახტის მემკვიდრეობის წესი? ხო, დავით ხო ის მეფეა, რომელიც მთელი ცხოვრება ზრუნავს ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის, სამეფო ხელისუფლების გაძლიერებისათვის. ეხლა ძნელი მისახვედრი იყო, როგორც კი დაუშვებ ტახტის ძმიდან ძმაზე გადასვლას, იმ წუთას ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც ადრე თუ გვიან აფეთქდება. აი რატო უნდა გააკეთო ეს? ამაზე სიმართლე გითხრათ, მე რეალური პასუხი არ მინახავს ასად. მე ვეთანხმები იმ ისტორიკოსებს, რომლებიც თვლიან, რომ ეს ანდერძი ყალბია. დავითს არ დაუწერია ეს ანდერძი. რატო აყალბი? ვის დაჭირდა?
ამანდერძის გაყალბება და რატო დაჭირდა ამანდერძის გაყალბება. აი აქ უნდა გავიხსენოთ სომეხი ისტორიკოსის ვარდან აღმოსავლელის ცნობა, რომ 1130 წელს დავითის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ დემეტრე პირველის წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება. უბრალოდ აპირებდნენ შეთქმულების მოწყობას და აპირებდნენ დემეტრეს ტახტიდან გადაყენებას. ვინ უნდა დაესვათ ტახტზე? ტახტზე უნდა დაესვათ მისი ნახევარძმა ვახტანგი. იმის გათვალისწინებით, რომ ვახტანგი ამ დროს არის 12 წლის, ცხადია ის დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა ვერ შეთქმულების მოწყობას და ვერაფრის ორგანიზებას. ის უბრალოდ ვიღაცას ჭირდება. ხო, ეხლა დემეტრეს ტახტიდან გადააყენებ, ვიღაც ხომ უნდა დასვა რა ტახტზე? და აგერ არის 12 წლის ვახტანგი. ვის შეეძლო მიეღო მონაწილეობა შეთქმულებაში? ერთი ამაზე ყველა თან ხდება, ეს არის ყივჩაღები. ის ყივჩაღები, რომელიც დავითმა ჩამოასახლა, იმიტომ რომ ვახტანგის დედა ყივჩაღია, ვახტანგი სანახევროდ ყივჩაღია და სავარაუდოდ ყივჩაღებს ურჩევნიათ ტახტზე იყოს მათი ადამიანი, მათი დედოფლიშვილი, ვიდრე დემეტრე პირველი. ეხლა ჩვენ არ ვიცით დემეტრე როდის დაიბადა. მაგრამ ვიცით ერთი რამ, 1117 წელს დემეტრე დავითმა გაგზავნა შარვანში სალაშქროდ. ანუ 1117 წელს დემეტრე უკვე დამოუკიდებლად ატარებს სამხედრო ოპერაციას. ანუ უკვე მინიმუმ სრულწლოვანია და უკვე 1117 წლიდან ეს კაცი სახელმწიფოს მართავს, დიდგორის ბრძოლაში რომ მონაწილეობს და ყველაფერი. ანუ 1125 წლისთვის, როცა დავითი გარდაიცვალა დემეტრე, უკვე ძალიან გამოცდილი პიროვნებაა. 1130 წელს მით უმეტეს. შეთქმულებს არაფერი არ გამოუვიდათ. ამ შეთქმულების მერე, როგორც ჩვენ ვარაუდობთ, ყივჩაღთა ნაწილი საქართველოდან წავიდა. ვახტანგს რა მოუვიდა, არ ვიცით. არ ჩანს. მაგრამ მარტო ყივჩაღები ხო არ იქნებოდნენ. შეუძლებელია მარტო ყივჩაღებს ეს გაეკეთებინათ. ანუ ქართველ ფეოდალთა შორის დავითის გარდაცვალებიდან 5 წლის მერე არსებობს ნაწილი და არც თუ როგორც ჩანს მცირე, რომელსაც სურს სახელმწიფოში გადატრიალების მოწყობა. აი აქ გვახსენდება ძალიან საინტერესო რამ. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ორჯერ ახსენებს ადამიანებს, რომლებსაც ის ეძახის ესეთ რამეს. მაბრალობელნი, რა საინტერესო სიტყვა რა? არიან მაბრალობელნი, რომელნიც იტყვიან და მერე ცდილობს აი რაღაცას მეფეს აბრალებენ. მაგალითად, მეფეს აბრალებენ, არ შეიძლება სუომი. ან არ შეიძლება ყივჩაღების ჩამოსახლება. და მერე დავითის ისტორიკოსს მოყავს არგუმენტები, რატო გააკეთა მეფემ ეს ყველაფერი. მაგრამ საინტერესოა, რომ ვიღაცამ აბრალობელნი არსებობენ. რა გარკვეულწილად არის ადამიანები, რომელიც განსხვავებულად ფიქრობენ. აი როგორც ჩანს დავითის მერე ეს ჯგუფი კიდევ უფრო გაძლიერდა და საქმე მივიდა იქამდე, რომ დადგა ტახტზე მეფის შეცვლის საკითხი. აი სავარაუდოდ მაშინ გაყალბდა ეს ანდერძი, იმიტომ რომ ვახტანგს ტახტზე აიყვან რა საფუძველზეა ყავს ვახტანგი ტახტზე. ამას გარკვეული ლეგიტიმაცია ჭირდება. რა და აი მაშინ გაჩნდა როგორც ჩანს ეს იდეა, რომ შეექმნათ ყალბი ანდერძი, რომ დავითმა დაიბარა. ასეთ შემდგომ ვინც ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება, მათ მოყავთ ესეთი კონტრარგუმენტი, თუ ეს ვახტანგის მომხრება გააყალბეს, აბა დემეტრეს მომხრებს ამის გაყალბება რა სჭირდებოდა, დემეტრე ტახტზე ზის. თუ ვახტანგის მომხრებმა გააყალბეს, რატო არის დემეტრე ნაქები? რატო წერია, რომ მომცა შვილი, ჩემი დემეტრე სიბძნით, სიწმინით, ახოვანებით, სიმხნით, უმჯობესით შედა. რატო აქ დემეტრეს? ხო, აი აქ არის ძალიან საინტერესო მოსაზრება, რომელიც თავისთავად ნიკო ბერძენიშვილმა გამოთქვა და ჩემს აზრით არის ყველაზე მართებული. თლიანად კი არ გააყალბეს ანდერძი. დავითი ხო წერს იქ, რომ მე რო თავბრუნდები, მეორე ანდერძს დავწერო. სავარაუდოდ დავითი რო დაბრუნდა, მეორე ანდერძს დაწერა. აი იმ არსებული ანდერძში მოხდა რაღაცების ჩამატება. ანუ აიღეს რეალური ანდერძი და ჩაამატეს ის, რაც მათ უნდოდათ. ანუ ჩაამატეს ტახტის მემკვიდრეობის შეცვლის პირობა. ვისთვის იყო განკუთვნილი ყალბი ანდერძი? არც ვახტანგის მომხრეებისთვის, იმიტომ რომ მათ ეს არ ჭირდებათ. არც დემეტრეს მომხრეებისთვის, იმიტომ რომ ისინი ამას მაინც არ დაიჯერებდნენ, სულ ნამდვილად ყოფილიყო. გაყალბება მოხდა საზოგადოებისთვის. ნეიტრალური ხალხისთვის, ასე ვთქვათ, ხო? ვისაც დაინტერესებს, რატო ცვლით მეფეს? იმიტომ ცვლითო დავითმა დაიბარა. კიდევ ერთხელ მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ანდერძი არის რეალური, თუ არის ყალბი
მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი აზრით მე ვეთანხმები იმათინ, რომ ყალბია, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი ძალიან საინტერესოა, რომ ესე იგი ამ ანდერძს მაინც ინახავდნენ. ხო, აბა მე-19 საუკუნემდე როგორ მოაღწია. ესე იგი ამ ანდერძს თვლიდნენ, რომ ღირებულია. კარგი, დემეტრემ ეს დაასრულა, ასე ვთქვათ, აი ვახტანგის საკითხი, ვახტანგს რა მოუვიდა, არ ვიცით. გააგრძელა მეფობა. და მოგეხსენებათ, ყავს ორი ვაჟი. დემეტრე პირველის ცხოვრება ჩვენ აღწერილი არ გვაქვს. თითქოს იყო ესეთ ფილოსოფოსი იოანე ჭიმჭიმელი, რომელიც მოხსენიებულია ქართლის ცხოვრებაში და თითქოს მან დაწერა დემეტრე პირველის ცხოვრება, მაგრამ ეს თხზულება შემორჩენილი არ არის. ამას იმიტომ გეუბნებით მე, რომ ინფორმაცია ეხლა იმ საკითხზე, რაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ძალიან მწირი გვაქვს. ეს არის თამარ მეფის ისტორიკოსი, რომელიც ბუნებრივია მეფის მომხრეა. ბუნებრივია, ჩვეულებრივი ამბავია, ტენდენციურია, ის ყველაფერს უყურებს თამარის პოზიციიდან. და აი ეს ძალიან ცნობილი ფრაზა, რომ დიმიტრის მხნესა ორი ძე ებადა, რომელთა დავით და გიორგი ეწოდებოდა და მერე უაღრესად მნიშვნელოვანი სამი სიტყვა. მარჩევალი ძისა უმცროსისა. რას ნიშნავს მარჩევალი ძისა უმცროსისა? გვესმის ესე, რომ ერჩივნა უმცროს შვილი. და ერჩივნა რას ნიშნავს? უფრო მეტად უყვარდა? მაპატიეთ ეხლა და უფრო მეტ საჩუქრებს ჩუქნიდა? თუ ნიშნავს, რომ მემკვიდრეთ უნდა. და მემკვიდრეთ როგორ უნდა? უფრო შვილი უნდა იყოს მემკვიდრე. დანაირად უნდა მოახერხოს ეხლა ეს. მარჩევალი ძისა უმცირესისა. ხო, ჩვენ ესე გვესმის, რომ აი იმდენად არის ეს, რომ უკვე გიორგის ტახტზე აყვანაც უნდა. მაგრამ არ ვიცი, დაუშვებ, რომ შეიძლება არასწორად გვესმის. არ ვიცი. თუმცა თითქოს ამ ვარაუდს, რომ მეფედ უნდა გიორგი მესამე, ამყარებს ის, რასაც მერე უფროსი ვაჟი აკეთებს. 1050 წელს დავითი აწყობს შეთქმულებას, რომ მამა ტახტიდან გადააყენოს. ანუ რა, დავითმა უკვე იცის, რომ გადაწყვეტილია ტახტის ბედი და თვითონ ტახტზე ვერავა და სურს მამას დაასწროს, თუ უბრალოდ არის ხოლმე, რომ უფლისწულები ვერ ითმენენ და სურთ, რომ დროზე და ადრე დაიკავონ ტახტი. ყოველ შემთხვევაში პირველი მცდელობა მისი ჩაიშალა. მეფემის დააპატიმრა, უფრო ზუსტად დააპატიმრა დავითის თანამებრძოლმა, ალბათ იმ დროისათვის უკვე ძალიან ასაკოვანმა კაცმა აბულეთმა, რომელმაც თავის სასახლეში სრულიად შემთხვევით მოკრა ყური საუბარს. საუბრობდნენ მეფის ვაჟი დავითი და აბულეთის ვაჟი ივანე. საუბრობდნენ დემეტრეს ტახტიდან გადაყენებაზე. აბულეთმა ორივე შეიპყრო და მიჰგვარა მეფეს და უთხრა, რომ აი, ჩემი შვილი და შენი შვილი. აპირებდნენ შენ ტახტის შენს გადაყენებას. დემეტრემ ორივე სიხეში ჩასვა. თუმცა ცოტა ხნის შემდეგ დავითი გაანთავისუფლა. აი აქ ჩნდება ეხლა ძალიან საინტერესო კითხვა. თუ დემეტრეს უნდა ტახტზე გიორგი მესამის აყვანა, მომავალი გიორგი მესამის აყვანა. რატო არ აკეთებს ამას, მაშინ როცა დავითი დაიჭირა? ამაზე კარგი შემთხვევა ხო არ ექნება. უფროსი შვილის პრობლემა თავისთავად გადაწყდა, მეფის წინააღმდეგ გამოვიდა, დააპატიმრეს, ციხეში ზის და რა უშლის ხელს, რომ ეხლა აიყვანოს ტახტზე გიორგი მესამე. არ აკეთებს ამას. ასაკსაც არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება რუსუდანს რო დაჭირდა 5 წლის დავით მე-6-ე, დავით ნარინი მომავალი 5 წლის აიყვანა ტახტზე. ანუ ასაკი არ არის აქ ხელი შემშლელი, მაგრამ არ ვიცით. ეხლა მე დღეს ბევრჯერ დავსვამ კითხვას და გიპასუხებთ, რომ არ ვიცით. იმიტომ რომ არ გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ კითხვები თავისთავად ჩნდება. და ეს კითხვები თუ არ დავსვით, მე ამ საკითხზე არ ვიფიქრებთ და თუ არ ვიფიქრებთ, რაღაც გამოსავალამდე ვერ მივალთ. აი ეს არის პირველი კითხვა, რომ თუ უნდა ეს უმცროსი შვილი აიყვანოს ტახტზე, ამაზე კარგ სიტუაციას ვერ მოძებნის. მერე დავითს ანთავისუფლებს. დავითმა ეთყობა გაითვალისწინა ის, რაც მოხდა პირველ შეთქმულებისას, რა შეცდომებიც დაუშვა და მეორეჯერ 1055 წელს მიაღწია წარმატებას. დემეტრე ბერა დაგიკვეცა, დამიანე დაირქვა და წავიდა მონასტერში. შიომღვიმისა გარეჯში, ზოგი ვარაუდობს შეიძლება გელათში. და ტახტზე ადის დავით მეხუთე. გავრცელებულია მოსაზრება, რომ დავით მეხუთე მიმეფა 6 თვე. არ არის სწორი, დავით მეხუთე მიმეფა 2 წელი.
და ტახტზე გიორგი მესამე ადის 1157 წელს, არა 56 წელს, როგორც მიღებული, არამედ 1157 წელს. 2 წელი მეფა დავით მეხუთემ. მაგრამ ქართულ წყაროებში ის არ მოიხსენიება. არაფერი მის შესახებ არ ვიცით. ვიცით სომხურ წყაროებიდან. ახლა თუ ქართული წყაროები ტენდენციურია იმ ხრივ, რომ ყველაფერს უყურებენ გიორგი მესამის და თამარის მხრიდან, სომხური წყაროები ტენდენციურები არიან, იმიტომ რომ ყველაფერს უყურებენ დავით მეხუთის და დემნა უფლისწულის მხრიდან. რატო ამას მე გეტყვით? ანუ ობიექტური წყარო არა გვაქვს და რაც გვაქვს ისი ძალიან ცოტაა და ძალიან მცირეა და წინააღმდეგობრივია. დავით მეხუთე გარდაიცვალა 1157 წელს და აი როგორც სომხურ წყაროში სტეფანოს ორბელიანთან. სტეფანოს ორბელიანი არის ორბელების შთამომავალი. რომლებიც მეფის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ანუ ისიც ამიტომ არის ტენდენციური, რომ აქეთ გვაქვს წყაროები სამეფო კარის მხრიდან უყურებენ და იქით გვაქვს ამ წყარო სტეფანოს ორბელიანი, რომელიც აჯანყებულების მხრიდან უყურებს. და სტეფანოს ორბელიანი წეს ესეთ რამეს, რომ გარდაცვალების წინ დავითმა იხმო თავისთან თავისი ძმა. იხმო ქართველი ფეოდალები და უთხრა, რომ ჩემი მემკვიდრე არის დემნა. ის მცირეწლოვანია და ვერ იმეფებს. მაგრამ ტახტზე ის უნდა ავიდეს. სანამ ის გახდება სრულწლოვანი, ქვეყანას მართავს გიორგი. მაგრამ როგორც კი დემნა გახდება სრულწლოვანი, ტახტზე ავა დემნა. და ცოტა ხანში მეფე გარდაიცვალა. ნუ არის ვარაუდი რომ მოწამლეს. და არის ვარაუდი რომ ორბელებმა მოწამლეს. იმიტომ რომ ორბელები იყვნენ დემეტრე პირველის მომხრეები და ეს ნამდვილად ვიცით უკვე ქართული წყაროებიდანაც, რომ როდესაც დავით მეხუთე ტახტზე ავიდა, მან ორბელები გადააყენა. გასაგებია. ორბელები გახდნენ მისი მოწინააღმდეგეები და აი ამ სომხური წყაროების მიხედვით ორბელებმა მოწამლეს დავით მეხუთე. მაგრამ ეს ზეპირი დანაბარები არის მხოლოდ სომხურ წყაროში. და ჩნდება კითხვა, რამდენად რეალურია. რატო დაუბარებდა ვისაც ეჭვი შეაქვს აი ამ ინფორმაციის სიმართლეში, ესეთ კითხვას ვამს, რომ რატო დაუბარებდა დავით მეხუთე თავის შვილს აღსაზრდელად ძმას, რომელთანაც ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რაზე ჩვენ ვისაუბრეთ, მან და მაინც კარგი ურთიერთობა არ აქვს, ხო? მაშინ კონტრკითხვა შემიძლია დავსვა, რომ აბა ვის დაუბაროს, ერთი ძმა ყავს. ვის ჩააბაროს მაშინ? დავით მეხუთე ჭკვიანი კაცია და ხვდება, რომ ნებისმიერი სხვა კანდიდატურა, რომელიც მან არ უნდა დაასახელოს, იქნება არალეგიტიმური და იქნება არაკანონიერი, იმიტომ რომ მეფის ბიძა არის. აი იმას, რაც დავით მეხუთემ გააკეთა, ამყარებს კიდე ერთი რამ, ის რაც მოხდება დაახლოებით 50-60 წლის მერე. როდესაც გიორგი მეოთხე, ლაშა გიორგი გარდაცვალების წინ ასევე შეკრებს ფეოდალებს, შეკრებს თავის დას რუსუდანს და უბარებს, რომ ჩემი გარდაცვალების მერე მეფე უნდა გახდეს ჩემი შვილი, უკანონო შვილი დავითი და სანამ დავითი ტახტზე ავა, ქვეყანას მართავს რუსუდანი. ეს უკვე ქართულ წყაროში წერია. ანუ ესეთი რამ როგორც ჩანს ხდება. არ მოუგონია სტეფანოს ორბელიანს და შეიძლება ესეთი რამ რომ მეფემ გარდაცვალების წინ, როცა ვერაფერს ვეღარ ასწრებს, ესე ზეპირად დაიბაროს. როგორც ჩანს დავით მეხუთემ ეს გააკეთა სწორედ. და გარდაიცვალა. სავარაუდოდ დაკრძალეს გელათში. არ ვიცი დავით მეხუთე სადაა დაკრძალული. და იწყებს მეფობას გიორგი მესამე. უნდა ვთქვათ, გიორგი მესამე არის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მეფე. აი ხა ჩდება მთავარი კითხვა. ლეგიტიმურად ეკუთვნის გიორგი მესამეს ტახტი? ქართულ წყაროში არის ესეთი ძალიან ორაზროვანი ცნობა, რომელიც თუ ძალიან გინდა შეგიძლია ესე გაიგო, რომ დავით მეხუთის გარდაცვალების მერე ბერად აღკვეცილი დემეტრე ბრუნდება ტახტზე და ტახტს გადასცემს გიორგი მესამეს. ანუ აკეთებს ლეგიტიმაციას, რომ გიორგი მესამე ტახტს იღებს არა ძმისგან, არამედ მამისგან. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის პირდაპირი ცნობა, არის არაპირდაპირი ცნობა და ისიც ვიმეორებ, აი თუ გინდა ამას დაინახავ. პირადად ჩემთვის ცოტა ტექნიკურად გაუგებარია, რას ნიშნავს, რომ ბერი მოდის მონასტრიდან, ჯდება ტახტზე, ხო, აი არ ვიცი, ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ეს მოხდეს. ასე რომ მე უფრო ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არა დემეტრე არ დაბრუნებულა ტახტზე. გიორგი მესამემ ტახტი მიიღო მამის ძმისაგან. თუნდაც დემეტრე დაბრუნებულიყო, მაინც ჩდება ლეგიტიმაციის კითხვა.
მეფე გარდაიცვალა გაუმარჯოს მეფეს. ეს შეძახილი საქართველოში არ იყო, მაგრამ რეალურად ესეა. მეფე რო გარდაიცვალა, შვილი უკვე მემკვიდრეა. დავით მეხუთე რო გარდაიცვალა, დემნა მემკვიდრეა უკვე და მეფეა. ხო, არასრულწლოვანია. და რა მოხდა? 7 წლის იყო ბაგრატ მეოთხე ტახტზე რო ავიდა. მამამისი რო გარდაიცვალა, 7 წლისაა და მეფეა. 5 წლის იყო ვახტანგ გორგასალი, მამამისი რო გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა. ანუ ამას არ აქვს მნიშვნელობა. იურიდიულად ის არის მეფე. ასე რომ, როდესაც დავით მეხუთე გარდაიცვალა, დემნაა კანონიერი მემკვიდრე. ასე რომ, აქ ლეგიტიმაცია ირღვევა. თუმცა, არ ვიცი, როგორ გითხრათ, ჩვენ გვაქვს მე ისტორიაში შემთხვევები, როცა ლეგიტიმაცია ირღვევა და ტახტზე ძალიან კარგი მეფეები არიან. გიორგი მეხუთეს ტახტი არ ეკუთვნოდა. არ ეკუთვნოდა, ორი უფროსი ძმა ყავდა და იმათ კიდევ ვაჟები ყავდათ. მოახერხა გიორგი მეხუთემ და ავიდა და უბრწყინვალესი მეფე. ლეგიტიმაციის პრინციპით ერეკლესაც ნაკლებად ეკუთვნოდა ქართლის ტახტი და 1765 წელს შეთქმულებას რომ უწყობენ და მისი გადაყენება უნდათ, იმათ ჰქონდა რაღაცა ლეგიტიმური საფუძველი, ხო? ასე რომ ყოველთვის არ ხდება რომ ლეგიტიმური მემკვიდრე არის ტახტზე, მაგრამ ჩვენ გვიმართლებდა, იმიტომ რომ ისინი ვინც ასე თქვა ჭყალებში არ ლეგიტიმურები იყვნენ, საუკეთესო მეფეები იყვნენ. გიორგი მესამეც ერთ-ერთი საუკეთესო მეფეა. ჩვენ არ ვიცით მე რა სად არის ამ დროს დემნა, რას აკეთებს დემნა. აი გვაქვს თამარ მეფეს ისტორიკოსთან ესეთი ინფორმაცია. მოიწიფა ძმის წული მისი, ანუ სრულწლოვანი გახდა. შვილი დავით ძმისა მისისა უხუცესისა, სახელი დემეტრე, სახე კეთილი, ну ლამაზია. ყოვლითა ხელითა მარჯვე, ნასწავლი, ანუ ყველაფერი კარგია გამკვაც, გარეგნობა, როგორც ჩანს, განათლება მიღებული აქვს, ათანადო ყველაფერი, მსგავსი სახლიშვილობისა მათისა. ანუ ისეთია, როგორც ბაგრატი უნდა იყოს ყველაფერი. აქ არის ახლა ერთი საინტერესო რამ. დემნას ცოლად შეერთეს ივანე ორბელის ქალიშვილი. ამით დაირღვა დაუწერელი კანონი, რომ ქართველ მეფეს ქართველ ცოლად არ მოყავდა. თუ თქვენი შვილი არ კითხულობს, მაშინ ეს ის ადგილია, სადაც უნდა გვესტუმროთ. ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა. პირველი მეფე, ერთიან საქართველოს მეფეებს გულისხმობ მე. პირველი ვინც ეს დაარღვია, იყო გიორგი მეოთხე, ლაშა გიორგი, რომელსაც ველისციხელი ქალი მოიყვანა ცოლად. რატო არ მოყავს ქართველ მეფეს ქართველი ცოლად? ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი, ყველა ქართველი არის მეფის ვასალი. არ შეიძლება ვასალი შვილი მოიყვანა ცოლად. ის შენზე დაბლა დგას. რაც არ უნდა ივანე მხარგრძელი ის იყო ორბელი, რაც არ უნდა ზაქარია მხარგრძელი იყო, რაც არ უნდა ლიპაით ბაგვაში იყო, შენ ხარ მეფის ვასალი. დგეხარ ერთი საფეხურით დაბლა. მეფემ უნდა მოიყვანოს თავის თანასწორი. ეს ერთი და მეორე, სამეფო ქორწინება ყოველთვის დიპლომატია. და აი ამის გამო ქართველ მეფეებს ქართველები ცოლად არ მოყავდათ. ასეთ პირობებში, როდესაც დემნა უფლისწულს ცოლად მოყავს ივანე ორბელის ქალიშვილი. და ეს ქორწინება ვერ შედგებოდა გიორგი მესამის ნებართვის გარეშე. რატო გავაკეთეს ეს? ამით იქნებ საზოგადოებას მიანიშნეს, რომ დემნა მემკვიდრედ აღარ განიხილება. რახან მან ცოლად მოიყვანა ქართველი ქალი, ეს ხომ არ იყო მინიშნება საზოგადოებისათვის, რომ ის აღარ არის აქციის მემკვიდრე. არ განვიხილავთ. ყოველ შემთხვევაში დემეტრე აღარ განიხილავს, გიორგი აღარ განიხილავს მას როგორც ტახტის მემკვიდრედ. ივანე ორბელი რო დათანხმდა გასაგებია. ივანესთვის ეს პატივია. ოღონდ აქ ერთი დეტალი არის. თუ მართალია, რომ დავით მეხუთე მოწამლა ივანე ორბელმა და მერე მისი შვილი სიძედ მოიყვანა. სულ მიჩნდება კითხვა, როგორი პიროვნება ესე იგი ივანე ორბელი. დემნას თვალებში როგორ უყურებდა. თუ ეს მართალია, რაც წერია, რომ ივანე ორბელმა მოწამლა. ეხლა კიდე ერთი ამ წარმოიდგინეთ, თუ ივანე ორბელმა მოწამლა დავით მეხუთე, ესე იგი გიორგი მესამეს გზა ტახტისკენ ვინ გაუხსნა? ივანე ორბელმა. ივანე ორბელმა მიაღწია
ყველაფერს რისი მიღწევაც ფეოდალს შეეძლო შუა საუკუნეების საქართველოში. არის ამის სპასალარი, არის მანდატურ თუხუცესი. ძმა ყავს ქართლის ერისთავიც, მის შვილი ყავს მეჯინივე თუხუცესი. ანუ ორბელები არიან უპირველესი საგვარეულო. ამაზე ზევით ფეოდალი ვეღარავა, ტახტზე ვერ დაждდება. პლუს თუ გავითვალისწინებთ, რა სამსახური გაუწია გიორგი მესამეს, უნდა ვამბობთ, თო ივანე ორბელზე გავლენიანი კაცი მეფის მიერ საქართველოში არ არსებობს. და პლუს ბაგრატიონი მოიყვანა სიძეთ. გიორგი მესამის მეფობის პირველი პერიოდი ეს არის ბრძოლა სომხეთისათვის, ჩრდილოეთ სომხეთისათვის, დვინი და ანისისათვის. სასტიკი ბრძოლები აქ. ერთ-ერთ ბრძოლაში სასტიკა დამარცხდა. და არაბი ისტორიკოსები წერენ, რომ ბაგდადში დიდი ზეიმი იყო, როგორც იქნა დაამარცხეს. თუმცა ერთი წლის მერე დიდი ლაშქრობა მოაწყო. აი ჩვენ სულ გვახსენდება ხოლმე თქვა ჩვენი ლაშქრობა ტრაპიზონში, ტრაპიზის იმპერიას შექმნით, ლაშქრობა ჩრდილოეთ ირანში რო ვილაშქრეთ. არანაკლები გააკეთა გიორგი მესამემ. ერთდროულად 5 მიმართულებით შეუტია. ერთდროულად. უბრალოდ ეს გვიწერია და იქ არ არის დეტალები აღწერილი, მაგრამ წარმოიდგენო, ესე იგი ტრაპიზონ, აი შავი ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთ სანაპიროდან მოყოლებული, აი შირვანისკენ ერთდროულად 5 მიმართულებით ჯარი გაუშვა, ამის ორგანიზება, ამის მოწყობა, ამ ჯარიში ამ ხელა რაღაცა გააკეთა. უზარმაზარი ლაშქრობა ჩაატარა. და ამ ყველაფერშია ჩართული გიორგი მესამე და ამასობაში ხო აი მოიწიფა დევნა. და როგორც აქ წერია, მამამან მისმან ღალატსა და განდგომილებასა შინა, მამისა მისა დემეტრესე, ამოსწყვიტა სამეფოს დიდებულნი, რომელნიმე ექსორი აქვთ, რომელნიმე სიკვდილით, რომელნიმე გამბატიჟებით. ესე იგიო, თავის დროზეო მამამისმაო ესე გააკეთაო. და ეხლა დემნაც ამ გზას დაადგაო. და მსგავსად მისსა შევიდა ეშმაკი გულსა და გონებასა მისსა. ანუ როგორც დავით მეხუთის იმაში ეშმაკი შევიდა, ეხლა დემნასთან არისო და აი შერისხდა ღმერთი ორბელთა და ყოველთა ტომთა და მიდგომთა მით და აჯახდა. ჩვენ ამას ორბელების აჯახებას ვეძახით. ყველა ვარაუდობს იმას, რომ წამყვანი ივანე ორბელია და არა დემნა. აჯახება სერიოზული იყო. 30,000 კაცი აჯახდა. ამის სპასალარი აგიჯახდა. თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველო აჯახდა. თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველო. გიორგი მოახერხა. გიორგი უნდა შეეპყროთ კოჯორში. და კოჯრიდან გიორგი გამოიპარა. მოასწრო და ჩამოვიდა თბილისში და თბილისი ჩაკეტა. ახლა თბილისის აგება არ არის ასე მარტივი. თან როგორც ჩანს ეს პირველი გეგმა რო ჩაიშალა, პირველი გეგმა იყო გიორგის შეპყრობა. მერე გიორგის ან აიძულებდნენ ტახტიდან გადამდგარიყო, ან ბერად აღკვეცავდნენ, რაღაცას მოახერხებდნენ. მაგრამ რომ გაექცათ გიორგი მესამე, ეხლა როგორც ჩანს დაიწყეს მერყეობა. გიორგი ამასობაში თავის მომხრეებს აგროვებს. ერთ-ერთი პირველი ვინც მივიდა იყო ყუბასარი, რომელმაც 500 კაცი მიიყვანა. იქ აჯაყებულებში უკვე დაიწყო ესეთი მერყეობა, რა ვქნათ და ერთმა კაცმა გადადგა ნაბიჯი, რომ აჯაყებულები მიატოვა და გადმოვიდა გიორგი მესამეს მხარეს. მეფემ ეს კაცი დიდი პატივით მიიღო. არ დასაჯა. საოცარი ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა გიორგი მესამემ. ეს ადამიანი რო დაესაჯა გიორგი მესამეს, ამით მიანიშნებდა დემნას მომხრეებს, რომ არცერთ არ დაგინდობთ და ისინი ბოლომდე იუმებდნენ. იმით რომ ეს კაცი მიიღო, არ დასაჯა, პირიქით დაასაჩუქრა, ამით მიანიშნა დემნას მომხრეებს, რომ სანამ დრო გაქვთ და მოხვალთ, მე არ დაგშჭით, მერე დაგშჭით. წარმოიდგინეთ, ხო ესეთი ვითარება უკვე გამარჯვების სასწორი გადაიხარა, ყველა თავის თავზე ფიქრობს, აი ის მივიდა, მეფემ მოწყალებით მიიღო და იწყება და დემნას ტოვებენ და გადმოდიან გიორგი მესამის მხარეს. ეს კაცი ვინც პირველმა ეს ნაბიჯი გადადგა, ეს კაცი იყო ორბელების უახლოესი თანამებრძოლი. ეს კაცი იყო ივანე ორბელის მარჯვენა ხელი. ეს არის სარგის მხარგრძელი. შეიძლება მისი სახელი არაფერს არ გეუბნებათ, მაგრამ მის შვილები არიან ზაქარია და ივანე. ზაქარია და ივანეს მამა არის. და აი აქედან იწყება მხარგრძელების აღზევება, ანუ უღალატა თავის უშუალო სენიორს ივანე ორბელს და გადმოვიდა მეფის მხარეს. მოხდა ისე, რომ ყველა მიატოვა, დარჩა დემნა, დარჩა ორბელები, დემნა ჩაიკეტა ლორეს ციხეში, მეფე მიადგა ლორეს ციხეს,
ლორეს ციხიდან გაგზავნეს მოციქულები მუსლიმ მმართველებთან. იმ მმართველებთან, რომლებიც ოცნებობენ გიორგი მესამის დამარცხებაზე და თხოვენ დახმარება. არავინ არ ეხმარება. იმიტომ რომ აჯანყება წაგებულია უკვე და წაგებულებთან საქმის დაჭერა არავის არ უნდა. და მაშინ მოხდა ეს, რომ დემეტრე გარდამობული საბელითა გარდამოხდა ციხისაგან. ანუ გამოვიდა ლორეს ციხიდან და კისერზე საბელი აქვს შებმული. ეს არის მორჩილების ნიშანი. ორბელებით შეიპყრეს, ისტორიკოსი არ წერს როგორ დასაჯეს. ოღონდ საინტერესო ფრაზას წერს. შემსგავსებული საქმეთა მათთა მიაგო მისაგებელი. ესე იგი, რაც დაიმსახურესო, ის მიაგო. მე არის გენიალური გაგრძელება. თვით მოვიდა ნაჭარმაგებს, იშვებდა და იხარებდა შემრიცხველი მტერთა მისთ. დასაჯა, მე მივიდა ნაჭარმაგებში და დემნას თვალები დათხარეს, დაასაჭურისეს, ორბელები სიკვდილით დასაჯეს და ორბელთა ნაწილი გაიქცა, გაასწრო აქედან. ამ გაქცეული ორბელების ერთი ნაწილი დაბრუნდება თამარის დროს და თამარი მათ მიიღებს, შვიდად წყნარად და სამფლობელოს გამოუყოფს და მეორე ნაწილი მერე მონღოლებს წამოყვება. და აი იქ მოხდება მერე ის ავაგის და ტარსაიჭ ორბელის ცნობილი, ასე ვთქვათ, დაპირისპირება გარკვეულწილად. ახლა ჩნდება ძალიან ბევრი და საინტერესო კითხვა. პირველი, რატომ აჯანყდა ივანე ორბელი? გასაგებია დემნა, მაგრამ დემნა არ არის აქ წამყვანი, ხო? აჯანყება ივანემ დაიწყო ალბათ დემნას სახელით. რატო აჯანყდა? მარტივი პასუხია, კანონიერება უნდა აღადგინოს. ივანე ორბელიც იქ იყო, დავით მეხუთე რო ამას იბარებდა. და მთელი ეს წლები ივანე ორბელი იცდის, რომ დემნა უნდა გახდეს სრულწლოვანი. აი გახდა დემნა სრულწლოვანი და ივანე ორბელი იცდის, როდის გადადგება გიორგი მესამე და როდის აღსრულდება დავით მეხუთის ანდერძი. და ივანე ორბელი მიხვდა, რომ გიორგი მესამე გადადგომას არ აპირებს. და მან მაშინ გადაწყვიტა აღასრულოს ის, რაც არის წესი და რაც არის კანონი და ტახტით დაუბრუნოს ლეგიტიმურ მემკვიდრეს. არა, სხვები ამბობენ, საერთოდ არ აინტერესებს ივანე ორბელს ლეგიტიმაცია და კანონი. ივანე ორბელს აინტერესებს თავის თავი. მას უნდა ტახტზე დასვას თავისი სიძე. და მერე ტახტზე დასვას თავისი შვილიშვილი. პიროვნული მომენტი აქვს. არანაირი დავით მეხუთე, არანაირი დემნა უფლისწულის უფლებები. რა გითხრათ, არ ვიცი. ერთადერთი ივანე ორბელმა იცის რა უნდოდა მას და ჩემამ ტერმა გითხრა ეხლა მას ეს. აი, ნაწილი თulis რო ესეა და ის ივანე ორბელი იბრძვის კანონიერების აღდგენისთვის, მეორე ნაწილი ამბობს, რომ არა, ის პიროვნული იმისთვის იბრძვის. მე გითხარით, მან მიაღწია მაქსიმუმს, როგორც ფეოდალმა, მეც ვერაფერს ვერ მიაღწევს. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ტახტზე სიძე დასვას და ფაქტობრივად ივანე ორბელი იქნება ქვეყნის მმართველი. ხა ერთი წამით რო დაუშვათ, რომ შეთქმულება წარმატებული აღმოჩნდა, აჯანყება წარმატებული აღმოჩნდა, გიორგი მესამე ბერად აღკვეცეს, თამარი მონაზვნად აღკვეცეს, ტახტზე აიყვანეს დემნა, ცხადია ქვეყანას ვინ მართავს, ივანე ორბელი. მით უმეტეს მერე შვილიშვილი იქნება უკვე ტახტზე და იქნება ივანე ორბელი პირველი კაცი. ახლა ჩნდება კიდე ერთი კითხვა. ეს აჯანყება რო არ მომხდარიყო. მე ცოტა გადავდივართ უკვე ისეთ თეორიულ საკითხებში. და დემნა უფლისწულს არაფერი გიორგი მესამის საწინააღმდეგო არ გაეკეთებინა. გიორგი მესამე ვის უტოვებდა ტახტს? არანაირი ნიშანი არ არის იმისა, რომ დემნას უტოვებდა ტახტს. არანაირი. თამარს უტოვებდა ტახტს. ქალს უტოვებდა ტახტს, ვაჟი ბაგრატიონის არსებობის შემთხვევაში. როგორ აპირებდა გიორგი მესამე ამ პრობლემის გადაჭრას? და აქ ჩნდება ძალიან მიმზიდველი, ძალიან საინტერესო აზრი, თუმცა ძალიან საკამათო. აი ეს აზრი გამოთქმულია ისტორიაში. ბუბამ კუდავამ გამოთქვა პირველად და მე ნაწილობრივ დავეთანხმე, ნაწილობრივ არა. იქნებ გიორგი მესამე მოაწყო ყველაფერი. ამით გიორგი მესამე რამდენიმე პრობლემას წყვეტს. პირველი წყვეტს ტახტის მემკვიდრის პრობლემას. მეორე იცილებს ივანე ორბელს. კაცს რომელმაც ყველაფერი იცის. ჩვენ ხო არ ვიცით კულუარებში რა ურთიერთობა აქვს გიორგი მესამეს და ივანე ორბელს პირადი. და მარტო რო ჩებიან ოთახში რა იცი ივანე რამდენჯერ წამოაძახა რომ შენის არა ხარ მე რო აგიყვანე ტახტზე. უნდა ეხლა ივანე გიორგი მესამეს კაცი რომელმაც ამდენი რამე იცის.
არ უნდა ერთდროულად იცილებს იმასაც. მაგრამ ძალიან დიდი რისკია. სად გო გარანტია რომ მოიგებთ? აი კოჭრიდანაც რო გამოიქცა, ესეც თითქოს იმას ამყარებს, რომ წინასწარ იცოდა რა მოხდებოდა. ანუ შეიძლება ესეთი რამ ვივარაუდოთ, რომ გიორგი მესამემ კი არ გააკეთა შეთქმულება. უბრალოდ იცოდა და არ ეწინააღმდეგებოდა. ხო, დაუშვა რა. განვითარდეს, მე ხო ვიცი რას აპირებენ რა. რახან ვიცი რას აპირებენ, აქედან გამომდინარე, ვიცი რა გავაკეთო. ან შეიძლება ინსპირაციაც კი გააკეთა და ვიღაცა მიუგზავნა დემნას და უთხრა. აჯახტი. არ ვიცით. ძალიან მიმზიდველი თეორიაა. იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელია, აი, რომ დაფიქრდე ახლა, ჩვენ ავტომატურად მიჩვეული ვართ, რომ გიორგი მესამე, მე თამარი, ხომა დემნა ცოცხალი ყოფილიყო. და დემნა რატო დაასაჭურისეს? იმიტომ რომ მემკვიდრე არ დარჩენოდა. თვალები დათხარეს, კი ბატონო. დასაჭურისება? რატო? იმიტომ რომ მემკვიდრე არ დარჩეს. საერთოდ ეს შტო არ იყოს. საშინელ ამას აკეთებს გიორგი მესამე. საკუთარი ხელით სპობს ბაგრატიონთა უკანასკნელ მამაკაც წარმომადგენელს. ეხლა დავით სოსლანი გიორგი პირველის მეორე ვაჟის დემეტრეს თავმავალი და ბაგრატიონთა ოსურისტო კი გასაგებია მესმის და ვეთანხმები და ესეა, მაგრამ ეს პირდაპირ ხაზი ხო ეს არის. სხვათა შორის არის ერთი ძალიან საინტერესო ახსნა. თამარი იყო უაღრესად მორწმუნე. ძალიან მორწმუნე იყო. ბუნებით ესეთი იყო თავისთავად, მაგრამ არის ერთი ძალიან საინტერესო ახსნა, რომ მის აი ამ ღვთისმოსაობას კიდე ერთი მიზეზი აქვს. მან ძალიან კარგად იცის მამამისმა რა გაუკეთა დემნას. მან ხო იცის რაც მოხდა და მთელი ცხოვრება მერე ცდილობს ამის გამოსყიდვას. მამამისის ამ საშინელი ცოდვის გამოსყიდვას. რო ეს გააკეთა. დემნა დაკრძალეს სვეტიცხოველში, გელათშიც არ დაკრძალეს. ამ დროს გელათია უკვე სამეფო საძვალე, დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული. დავით აღმაშენებლამდე ჩვენ ერთი საძვალე არ აქვს. ბაგრატ მესამე ბედიაში იკრძალება, გიორგი პირველი ქუთაისში, ბაგრატ მეოთხე ჭყონდიდში, გიორგი მეორე ქუთაისში, აი დავითიდან იწყება გელათი, დავითი, დემეტრე პირველი, სავარაუდოდ დავით მეხუთე, დემნა არ დაკრძალეს, იმიტომ რომ ის აჯანყებული უფლისწულია. ის მეფის წინააღმდეგ გამოვიდა. სვეტიცხოველში დაკრძალეს. ძალიან საინტერესოა. რა მოხდა მაინც? რამ გამოიწვია ეს აჯანყება? რატო გააკეთა გიორგი მესამემ ესეთი სიმკაცრე? ეხლა ჩვენ შეგვიძლია თეორიულად კიდევ უფრო იქით წავიდეთ. დემნა რო დაასაჭურისეს მეორე დღესვე არ გარდაცვლილა და საერთოდ აჯანყებიდან რამდენი ხნის მერე დასაჯეს ჩვენ ესეც არ ვიცით. ანუ თამარის კურთხევა რო ხდება მეფედ, დემნა ცოცხალია თუ გარდაცვლილია ესეც არ ვიცით. მე უფრო ვფიქრობ, დემნა უკვე გარდაცვლილი. და თამარის ლეგიტიმაციის საკითხი არის ისტორიოგრაფიაში ასეთი მოსაზრებაც, რომ აი თამარიც რამდენად კანონიერი იყო. თამარის ლეგიტიმაციის საკითხი ჩემს აზრით არ დგას, იმიტომ რომ თამარი ერთადერთი მემკვიდრე ბაგრატიონია, დემნა ამ დროს ჩემს აზრით გარდაცვლილია. მაგრამ იყო კი ესე? და აი ამას დაუბრუნდეთ ისევ. აი ამ ანდერს დავითისა, სადაც ის ტახტის მემკვიდრეობის წესს ცვლის. და იქნებ ეს გაყალბება მერე დემეტრე პირველს უნდა და რომ გამოეყენებინა. დემეტრე პირველსაც ხო ეს უნდა პირველი პრინციპში, ხო? დემეტრე პირველსაც ეს არ უნდა, რომ ტახტი ესე კი არა ეს გადაგდეს. ანუ ის ანდერძი დავით აღმაშენებლის აწყობს დემეტრესაც. შეიძლება თავის დროზე მის საწინააღმდეგოდ გააყალბეს და ალბათ მის საწინააღმდეგოდ გააყალბეს, მაგრამ მას ახლა ეს აწყობს. შეიძლება გამოიყენა. მაგრამ აი კიდე ისე ვიქმნიდივართ, რაც მე ვიკითხე, რომ რატო არ აყავს გიორგი მესამე სიცოცხლის ტახტს? 1050 წელს, თუმცა დავით მეხუთე დააპატიმრა და ციხეში ჩასვა. ამაზე კარგი შანსი არ არსებობს. რატო არ აკეთებს? არ ვიცით. დავითსაც ხომ მომხრეები ყავს. ეშინია რომ სახელმწიფოში სამოქალაქო ომი არ დაიწყოს? და დავითო სერიოზული მომხრეები ყავს შანსი, იმიტომ რომ 5 წლის მერე გადააყენებს დემეტრეს ტახტიდან. ესე იგი, უაღრესად საინტერესო პერიოდია. საოცარი რაღაცები ხდება ამ დროს სამეფო კარზე. რო წარმოიდგინო, ესე იგი, რამდენი დაჯგუფება გიორგი მესამეს თავის მომხრეები ყავს, დემეტრეს თავისი, დავით მეხუთეს თავისი.
დავით მეხუთე რო ტახტზე ადის, ხო ყველა დახსნა, ციხიდან გამოუშვა თავის თანამებრძოლები, დანიშნა თანამდებობებზე, მთლიანად შეცვალა პოლიტიკური ელიტა. ესენი გაბრაზდნენ გიორგი მესამესთან წავიდნენ 2 წლის მერე შური იძიეს. საოცარი ეპოქა არის, საოცარი, ძალიან საინტერესო. არაფერი არ ვიცით. ძალიან ცოტა რამე ვიცით. გვიჩნდება უამრავი კითხვა. რატომ მოხდა, როგორ მოხდა, რანაირად მოხდა? პასუხები არ აქვს. რა ვიცი, შეიძლება ოდესმე სადმე რამე აღმოჩინოთ ახალი წყარო, რომელიც რაღაცას ნათელს მოხმეს, მაგრამ ზოგადად საინტერესოა. აი, მე იმიტომ გითხარით, რომ აი მე-12 საუკუნე ოქროს ხანა, დავითი, თამარი, ყველაფერი, მაგრამ აი ეს რო შეატრიალო, უსასტიკეს პერიოდი გამოდის. ერთი აჯანყებული უფლისწული, მეორე აჯანყებული უფლისწული, მესამე აჯანყებული უფლისწული. მოწამლული, თვალები დათხრილი და საჭურისებული, ანუ საშინელი რაღაცა მიდის, ტახტისთვის ბრძოლა მიდის. და ეს ყველაფერი ხდება დავითის გარდაცვალებიდან 5 წელს მერე იწყება. ანუ როგორც ჩანს, ის დავითის 36 წლიანი მეფობა, რომლის დროსაც დავითმა საოცრება გააკეთა, არარაობა ჩაიბარა და დატოვა მახლობელ აღმოსავლეთში უძლიერესი სახელმწიფო. ზოგჯერ სიმართლე გითხრათ, მიკვირს ხოლმე, როგორ გააკეთა, როგორ მოასწრო, როგორ მოახერხა. 36 წელიწადში ერთმა კაცმა ნულიდან შექმნა უზარმაზარი უძლიერესი სახელმწიფო. მაგრამ როგორც ჩანს ეს პრობლემები იყო. დარჩა. საგარეო პოლიტიკა მერე დემეტრე, გიორგი მესამე, თამარი, ბასიანი, შამქორი, ტრაპიზონში ლაშქრობა, ირანში ლაშქრობა, ეს ყველაფერი გარეგნულ წყინვალებად ქვეყნის შიგნით საოცარი ამბები ტრიალებს. აი ეს არის ძალიან საინტერესო, რა ხდება, რატო ხდება ეს ყველაფერი. და ნუ აი საბოლოო ჯამში ისე იქამდე მივდივართ, რომ როგორც ჩანს დევნა იყო კანონიერი ტახტს მემკვიდრე. ეს არ ნიშნავს, რომ დევნა კარგი მეფე იქნებოდა და დევნა უკეთესი მეფე იქნებოდა გიორგი მესამე. ეს არავინ არ არის. სხვა რო იქნებოდა და სხვანაირი სამეფო და ისტორია სულ სხვანაირად წავიდოდა, ეს ფაქტია. უკეთესი იქნებოდა, უარესი იქნებოდა, ამაზე ვერავინ არ გეტყვი. სხვა იქნებოდა, აბსოლუტურად სხვა იქნებოდა. მაგრამ ნუ აი ესე განვითარდა მოვლენები. გიორგი მესამის გამტყუნება ძნელია, მან დაიკავა ტახტი, ძლიერია, გეუბნებით ერთ-ერთი საუკეთესო მეფეა საქართველოსი. ალბათ ხვდება, რომ დემნა ივანე ორბელის გავლენის ქვეშ არის, შეიძლება პიროვნულადაც და ბუნებრივი არაპირებს ტახტის გადაცემას, მაგრამ ვაჟი რო არ ყავს. არ ვიცი, მე ხშირად მithქვამ ჩემი სტუდენტებისთვის, რომ ფიქრობ, ალბათ შეიძლება გიორგი მესამეს ბოლომდე იმედი ქონდა, რომ ვაჟი ეყოლება. არ ვიცი, გიორგი მესამეს ერთი უკანონო შვილი ყავდა. კიდე, თამარის გარდა, თამარს ნახევარ დაყავდა რუსუდანი, რომელიც უკანონო შვილი იყო. არ ვიცი, აი ძალიან საინტერესოა ეს. რას ფიქრობდა გიორგი მესამე? ან და ისე აი ეს თუნდაც ეს ფრაზა მარჩევალი ძისა უმცროსისა, რატო? რატო? რაღაც მიზეზი ხომ უნდა იყოს არა? უფროსი შვილია. დავით აღმაშენებლის უფროსი შვილია, დავით აღმაშენებლის სახელი ქვია. ალბათ რო დაიბადა უკვე ყველა იცოდა რომ ეს იქნება მემკვიდრე, ხო, უფროსია რა, გიორგი მესამეზე გაიგანდა. აი რატო უნდა უმცროსი, რატო არის მარჩევალი ძისა უმცირესისა? მერე დავითი რომ მეფობს 2 წელი, ჩანს რომ მას არანაირი ასე ვთქვათ, ხო შეიძლება იფიქრო რომ თქვათ ფიზიკური ნაკლია, გონებრივი ნაკლია, არაფერი არა. ძალიან აქტიური მეფეა, როგორც სომხური წყაროები წერენ, იქ თავის მომხრეები ხო განთავისუფლა, იქ ჯარი შეკრიბა, ჯარის წვრთნა დაიწყო, რაღაც ენერგიულად ემზადება რაღაცები. ანუ ენერგიული კაცია, მიზანდასახული კაცი როა, იქიდანაც ჩანს რომ ტახტი დაიკავა. ერთხელ არ გაუმართლა, მეორეჯერ გაუმართლა. და რა იყო მიზეზი, რის გამოც დემეტრეს არ უნდა მისი მეფობა? ხასიათი ჰქონდა ცუდი, რაღაცა ისეც აპირებდა, რაც არ შედიოდა სახელმწიფოს ინტერესებში და არ ვიცით. არადა ძალიან საინტერესო არის. და საერთოდ ეხლა ისე ვიგდაუბრუნდები, რომ ზუსტად გვესმის კი ეს სამი სიტყვა? ხშირად მიფიქრი, აი ჩვენ ავტომატურად ვამბობთ მარჩევალი მძისა უმცირესისა. ხო, თითქოს ესე ჩანს, მაგრამ თეორიულად, ძალიან თეორიულად იმის თქმაც შეიძლება, რომ იქნებ ესეც არ იყო და მემატიანემ ჩაამატა. თუ გაამართლოს. არ ვიცით. ძალიან საინტერესო პერიოდია, მეორე ძალიან უცნაური პერიოდია. ბევრი ძალიან საინტერესო ამბავი ხდება. უბრალოდ არ შემოინახა. მიზანმიმართულად არ შემოინახა ალბათ, ხო? ნუ ეხა გიორგი მესამის და მერე თამარის ეპოქაში
ალბათ ნაკლებად აინტერესებდათ ხა რა მოხდა დავით მეხუთისა და დემნას დროს. არაფერი ისეთი აღარ აინტერესებდათ. ამიტომ სამხრივია ჩვენ წყაროები, სომხური წყაროებიც გითხარით სამხრივია მიზეზის გამო რომ ისინი აჯანყებულების მხარეს არიან და აი ესე არის ეს რაცაც მინდოდა მე დღეს მეთქვა და უფრო მეტად კითხვები დამესვა ვიდრე ზუსტი პასუხი მომეცა, იმიტომ რომ ზუსტი პასუხი მეც არ მაქვს. არავის არ აქვს. მაგრამ ეს კითხვები ზოგადად უნდა არსებობდეს, უნდა დავსვათ და უნდა ვიფიქროთ ამაზე. და ჩვენ მიჩვეული ვართ მხოლოდ ერთი კუთხით უყუროთ აი ამ პერიოდს, რომ ბრწყინვალეა, კი ბრწყინვალეა, გადასარევია საუკეთესოა და ოქროს ხანაა, ეჭვს გარეშეა რაზე ლაპარაკი, მაგრამ ისტორია ხო ის არის, რომ ვიცოდეთ ისეთი როგორც იყო. და ჯერ კიდე მე-14 საუკუნეში ჟამთა აღწერელი ამბობდა, რომ ჟამთა აღწერლობა სიმართლის მეტყოლება არსს. ანუ უნდა ვიცოდეთ ისეთი, როგორც იყო. არ გვჭირდება ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს და საამაყო ძალიან ბევრი გვაქვს და არ გვჭირდება შელამაზება. უბრალოდ არა ვართ ხოლმე მიჩვეული რაღაცა დავინახოთ ცოტა სხვა კუთხით და აი ჩემი მიზანი ეს არის, რომ ერთად დავინახოთ რაღაცა სხვა კუთხით და რაღაცა სხვანაირად შევხედოთ და წარმოვიდგინოთ, რომ ეს იყო ძალიან ისეთი ბობოქარი ეპოქა არის რა, აი მუდმივად ესეთი რაღაცეები. ეს ხო რაც მინდოდა მე თქვა არ ვიცი ამდენად კარგად გადმოგეცით და რამდენად გითხარით ის რაც მე მინდოდა მეთქვა. წინ კიდევ უფრო საინტერესო გველოდება, ოღონდ იმაზე მე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ისი ძალიან დიდი სასაუბროა. თავის კუთლუარსლანებით, გიორგი რუსებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ გიყვარს წერა, თუ გაქვს სათქმელი სამყაროსთვის და თუ გინდა რომ დაწერო წიგნი, მაშინ გვესტუმრე, აქ გვაქვს კურსები როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე მოზარდებისთვის, აქ გასწავლით წერას და გამოცემთ თქვენ საკუთარ წიგნს.